პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა მამუკა ხაზარაძის ინიციატივა 4 ბარიერ გადალახული კოალიციის გაერთიანებაზე. ლელოს ლიდერის მოწოდებით უნდა შეექმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. ინიციატივამ ოპოზიციაში 100-თა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოხერხდება თუ არა მამუკა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, ეს ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს სწორედ ერთიანობაში ხედავს. მმართველი გუნდი კი აღნიშნულ ინიციატივას სკეპტიკურად აფასებს. პირველად პოლიტიკის ეს ინიციატივა, ხო? მანამდე სხვას გაუჟღერებია, მე რაღაც ყოველ მორიგ კვირაში მორიგჯერ გვესმის. რა შეფასება უნდა მოგცეთ იმაზე, რომ აი ელემენტარული თანმიმდევრულობის პრობლემაა დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარეს და რაღაცა ყოველ ჯერზე სხვადასხვა ცალკეული კვირაში ცალკეული ინიციატივები გამოდიან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ესე გაუფასურება ამ პროცესის არ შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი ინტერესი არის, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას პოლიტიკურად და იმისთვის, რომ ახლა ეს კრიზისი გადაიჭრას, მნიშვნელოვანია, რომ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც რეალურად ხელისუფლება აიღეს ამ არჩევნებში და ვისაც წაართვა არჩევანი ქართულმა ოცნებმა, ისინი გაერთიანდნენ ლეგიტიმურად არჩეული უკანასკნელი საქართველოს პრეზიდენტის ლიდერშიპით და ამ ძალებმა მოახდინონ პოლიტიკური ცვლილება, რაც საჭირო არის ამ ქვეყანაში და პოლიტიკური ცვლილება არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, ყველა თანხლები მოვლენებით, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს, არ მოქმედებს არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებით, არც რუსეთის ინტერესებით, არც ჩინეთის ინტერესებით, არც გერმანიის თუ საფრანგეთის ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი ქართველი ხალხის ინტერესებით. ეს არის ამოსავალი წერტილი და მამუკა ხაზარაძეს და მისნაირ თაღლითებს, რომელსაც დღესაც $600,000 აქვს ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, აი ამ თაღლითებს რომ აქვთ უცხოელების მხრიდან გასაქანი მიცემული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ რომ უცხო ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესები არის წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში. ამიტომ ეს ფროიდისეული წამოწდენა არის ხაზარაძის მხრიდან, რითაც მან რას გულში უდევს ის გვაჩვენა, რომ ის სინამდვილეში ყველა საკითხს უყურებს არა ის თუ რა ინტერესი აქვს ქართველ ხალხს, არამედ რა ინტერესი აქვს სხვადასხვა ქვეყნებს.